მოგესალმებით მეგობრებო, ვაგზავნებთ ჩვენ მოკლე ვიდეოების სერიებს Mythic Battles ირგვლივ და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ შემოგთავაზებთ Mythic Battles ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილის შესახებ ინფორმაციას, როგორიც არის საბრძოლო რუკები. თამაშის დაწყებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ საბრძოლო რუკას ვირჩევთ. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს შეთანხმება წინასწარ მოთამაშეებს შორის და უნდა მოხდეს კიდევაც. ან თუ ტურნირს ეხება საქმე, როგორც ჩვენ შემთხვევაშია, მაშინ ტურნირმა წინასწარ უნდა გამოაცხადოს, რომელ რუკაზე იქნება ბრძოლა და რადგან ჩვენ შემთხვევაში ეს ტურნირი არის პირველი, მხოლოდ პირველ ყველაზე მარტივ რუკაზე გვექნება ჩვენ ბრძოლა. თითოეული რუკა იყოფა სექტორებად, ტერიტორიებად, თუნებავთ, რომლებიც დატანილია შესაბამისი ციფრები. აი ამ ტერიტორიაზე დატანილია ციფრი 3-ს. ეს ნიშნავს, რომ აი ამ ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს მხოლოდ 3 იუნიტი. Mythic Battle-ში ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ იუნიტები შეიძლება შედგებოდეს ერთი მინიატურისგან, როგორც ეს ხშირად ხდება ღმერთების, გმირების ან მონსტრების შემთხვევაში, ან რამდენიმე მინიატურისგან, როგორც ეს ხდება საჯარისო დანაყოფების, იგივე თრუფების შემთხვევაში. ანუ თრუფებს მიუხედავად იმისა, რომ 3 მინიატურისგან შედგება ამ შემთხვევაში ეს პარტანელები, ერთი იუნიტი იქნება მაინც. შესაბამისად, აი ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია, რომ განთავსდეს ამ შემთხვევაში 5 მინიატურა, მიუხედავად მინიატურების ოდენობისა, 3 იუნიტი იქნება. ათენა, ჰერაკლე და სპარტანელები. გარდა ამისა, რუკაზე ტერიტორიები გამოყოფილია შესაბამისი საზღვრებით. ამ შემთხვევაში ამ რუკაზე საზღვრები არის ნორმალური, თუმცა სხვა რუკებზე შეიძლება საზღვრები განსხვავდებოდეს. საზღვრების მრავალფეროვნებაზე უფრო მეტს მოგვითხრობს, რა თქმა უნდა, rulebook-ი, თუმცა შეჯამებულია აი ამ მშვენიერ რეფერენს ბარათზე, როგორც ხედავთ, რამდენიმე სახეობის შეიძლება არსებობდეს საზღვრები და სხვადასხვა დაბრკოლებები შეიძლება ქმნიდეს. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა მივახსოვოთ, თუ წითელი ხაზებით არის გავლებული საზღვარი, ეს ნიშნავს, რომ იქ არის კედელი და ვერც გავდივართ იმ კედელში, ვერც ხედავთ კედლის მიღმა და ასე შემდეგ. სხვადასხვა საზღვრები სხვადასხვა ეფექტებს გვაძლევს, ამის შესახებ დეტალებს ჩვენ არ ჩავაღმავდებით, იმიტომ რომ ჯერ ერთი ტურნირიდან გამომდინარე მხოლოდ ვეხებით ამ რუკას და თუ თქვენ ამ რუკას დაამოღამებთ, მე თვითონაც უკვე მარტივად მიხვდებით დანარჩენ რუკებზე როგორ იმოღვაწეოთ. ტერიტორიები გარდა იმისა, რომ ერთმანეთზე გამოყოფილი შეიძლება იყოს სხვადასხვა საზღვრებით, ან იგივე ბაუნდერებით, ასევე ტერიტორიები განსხვავდება terrain, ანუ ლანდშაფტით. ამ რუკაზე მოცემულია 3 სახეობის terrain. ეს არის ტყე, რომელიც გრაფიკულად წარმოსახულია ამ 3D ასე ვთქვათ ფიგურით. ეს არის ნანგრევები, იგივე ruins და ეს არის ქვები. ამ რუკაზე გვაქვს 2 ქვა, ერთი მოცემული არის აქ, მეორე მოცემული არის ცოტა ზემოთ. თითოეული მათგანი სხვადასხვა ეფექტს იძლევა თამაშის განმავლობაში და იმისთვის, რომ ყველაფერს დეტალურად ჩავწვდეთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, როგორ ხდება შეტევა. ამისთვის პირველი წესი, რაც უნდა დავიმახსოვროთ, თუ თქვენ უტევთ იგივე ტერიტორიაზე, იგივე ლოკაციაზე, სადაც სხვა თქვენი მოწინააღმდეგეა, ეს არის ხელჩართული ბრძოლა, ანუ melee attack-ი, range 0 attack-ი უფრო სწორად და ყოველთვის ხედავ მას, ყოველთვის გააქვს, ანუ ასე ვთქვათ, ხედვის ზონაში არის და შესაბამისად ყოველთვის შეიძლება დაარტყა. თუმცა ისეთ პერსონაჟებს, მაგალითად, სიტყვაზე ვთქვათ, ჰადესი, რომელსაც აქვს ერთი range-ი, ჰადეს შეუძლია მეზობელ ტერიტორიაზეც დაარტყას. ამიტომ, როდესაც range მაღალი აქვს პერსონაჟებს, მაღალი range პერსონაჟებს იმისთვის რომ დაარტყან შორს, უნდა გქონდეს აი ლაინი, ანუ წინ არ უნდა ეღობებოდეს რამე. მაგალითად, თუ ათენას ძალას გამოვიყენებთ, ათენას შეუძლია 2-ით იქეთ, ანუ 2 ტერიტორიის იქეთ დაარტყას მოწინააღმდეგეს და ამ შემთხვევაში ჰერაკლე თუ იქნებოდა აქ, ჩვეულებრივ ათენას შეეძლებოდა რომ დაარტყა ჰერაკლესთვის 2-ით მოშორებით. თუმცა, რახან მათ შორის დევს ესეთი ქვა,
თქვა წარმოქმნის obstacles, ანუ წინაღობას და უბრალოდ ათენა ვერ ხედავს ჰერაკლეს, ამიტომ ვერ გამოიყენებს მის ძალას. ქვაზე ასოცება არ შეუძლიათ პერსონაჟებს და მხოლოდ კონკრეტული ტალანტის მქონე პერსონაჟებს შეიძლება ქვაზე ასოცება და ქვა გვაძლევს შემდეგ ეფექტს, რომ თუ ქვაზე მოხვდებით, ну, ამ შემთხვევაში ათენას არა, აქ ეგზალა, მაგრამ დაუშვათ რომ აქვს, თქვათ, Hades, unitები, რომლებიც აძვრებიან ქვაზე, მათი ოფენსი, მათი რეინჯი იმატებს +1-ით. ხოლო 1+ რეინჯიან შეტევებზე +1 აქვს ოფენსი. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამე გავიგოთ, რომ ამ თამაში ხშირად შეხვდებათ 1+ ან +1 რეინჯი და ასე შემდეგ ეგეთი მოცემულობები. +1 ყოველთვის ნიშნავს, რომ ემატება თქვენს basic stats და 1+ ნიშნავს, რომ 1-დან ზემოთ. მაგალითად 2-ზეც თუ ანუ 2 დაშორებითაც თუ დაარტყმა Hadesi, მაინც იმუშავებდა +1 ოფენსი. ანუ +1 იმატებს თქვენს stats, 1+ ნიშნავს 1-დან ზემოთ. ეგ ამავე შეგვიძლია გავთვალისწინოთ. მოკლედ, თქვა გვაძლევს საშუალებას, რომ თუ ჩვენ ქვაზე ავზვერით, ჩვენი რეინჯი გაიზარდოს და თუ ჩვენ 1-ის ზევით რეინჯს ვუტყავთ, ანუ 1-დან ზევით რეინჯს ვუტყავთ, +1 ოფენსი გვაქვს ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ქვაზე ვებზვით, ანუ 2 პერსონაჟია, რომელსაც შეუძლია ქვაზე აზრომა, შეუძლია პერსონაჟს ერთმანეთს დაარღვევა, თქმა უნდა, იქ +1 ოფენსი არ იქნება, იმიტომ რომ 0 რეინჯში ვუტყავთ, თუმცა თუ ჩვენ ვუტყავთ 1-დან ზემოთ რეინჯში, უკვე +1 გამართლის გაგურება შემიძლია. და ერთი რა ვთქვით, რა თქმა უნდა, ქმნის ქვა obstacles, ანუ ვერ დაარტყამს ამ შემთხვევაში ჰერაკლეს. obstacles ქმნიან სხვა ფიგურებიც, მაგალითად, თუ მე Hadesi მიდგას აქ და ჰერაკლე აქ, ათენა ვერ დაარტყამს ჰერაკლეს, იმიტომ რომ მათ შორის დგას Hadesi და მოკლედ ვერ უყურებს ჰერაკლეს. თუმცა თუ ქვაზე აძვრება, ყველანაირი obstacle მოშორდება იქაურობას. რაც შეეხება ნანგრევებს და ტყეებს, დაცვისთვის ორივე შემთხვევაში ეს ბაფის მომცემია. ანუ მაგალითად, თუ ჰერაკლე ამ შემთხვევაში ულტავს არეს და ბრძოლა მიმდინარეობს თირეინზე, ანუ ლანდშაფტზე, სადაც არის ნანგრევები, ხელჩართულ ბრძოლაში, ანუ range 0 ბრძოლაში, დაცვას +1 ექნება ამ შემთხვევაში და თუ ხდება ისეთი რამე, რომ range 1+ შეტევა ხდება ტერიტორიაზე, რომელზეც არის ტყეები, მაშინ range +1 ატაკებისთვის დაცვისას +1 ექნება დაცვა შესაბამის ტერიტორიაზე მყოფს. ესე იგი, მარტივად ვთქვათ, ტყე +1 დაცვას გაძლევთ, როდესაც კიდევენ შორიდან, რუინები +1 დაცვას გაძლევთ, თუმცა კიდევენ იგივე ტერიტორიიდან. ეგ არის სულ ამ რუკაზე მოცემული ტირეინები, ბაუნდერები და სხვა შეცდომები. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ითამაშეთ მეტი ბორდ გეიმები და დაელოდეთ ახალ ვიდეოებს Mythic Battles შესახებ.